ფიქრების კონტროლი, ძალა ნომერი 1. როდესაც კონკრეტული ნეგატიური ფიქრი გვესხმის თავს, რომლის მოშორებაც გვინდა, გახსენებისთანავე უნდა დავბლოკოთ ეს ფიქრები კონკრეტული სიტყვების გაჟღერებით. გაჟღერდა თუ არა ნეგატიური ფიქრი თავში, მაშინვე იძახით თანმიმდევრობით გულში კოდექსს. არასდროს არ გამოხატო უკმაყოფილება. არასდროს არ მოითხოვო, თუ ნაბიჯი გადადგი, უკან აღარ დაიხიო. იცოდე რა გინდა. გავშიფროთ ეს სიტყვები რას გულისხმობს. დავიწყოთ რას ნიშნავს არასდროს არ გამოხატო უკმაყოფილება. როდესაც უკმაყოფილების გამოხატვას იწყებთ, თქვენ იწყებთ მწყენელის დადანაშაულებას გონებაში, რადგან დადანაშაულება როგორც გრძნობა, აღვიძებს ცუდი ფიქრების მოტივს და ქმნის ახალ ცუდ ფიქრს. მუქი იყენებს დადანაშაულების ემოციას იმისთვის, რომ შემდეგ ჩაგვითრიოს ნეგატიურ ფიქრებში. შესაბამისად, ბნელი ვეღარ იყენებს თქვენს ამ ნაწილს, როგორიც არის უკმაყოფილების გამოხატვა, დადანაშაულება და ამ ნაწილში მარცხდება. მივადექით მეორე ნაწილს. არასდროს არ მოითხოვო. როცა ადანაშაულებ ადამიანს, მოთხოვნა ყოველთვის კარგი მექანიზმია ბნელისთვის, რათა გამოიწვიოს სხვა ადამიანის მიმართ ბრაზი. მოთხოვნა გვაფიქრებს თუ რატომ მოიქცა ესე და რატომ არ მოიქცა სხვანაირად. უნდა მოქცეულიყო ისე და არა ისე, როგორც მოიქცა. ბნელი იყენებს მოთხოვნის ემოციას, რათა ნეგატიურ ემოციებზე გაგიყვანოთ. შესაბამისად, არასდროს არ მოითხოვოთ. მივადექით მესამე ნაბიჯს. თუ ნაბიჯი გადადგი, უკან არ დაიხიო. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ გადაწყვიტე ბრძოლა, თუ დაიწყეთ და ასრულეთ. იცოდე რა გინდა. ზუსტად უნდა იცოდე რა გინდა. გადარჩენა თუ მონობა, რადგან ამ ორ შორის გაქვთ მხოლოდ არჩევანი. როგორც კი გვახსენდება ცუდი ფიქრი, იგივე ბნელის ფიქრი, მაშინვე დაუყოვნებლივ ფიცივით თანმიმდევრობით ვიმეორებთ ზემოთ მოყვანილი შემდეგ ფრაზებს. არასდროს არ გამოხატო უკმაყოფილება, არასდროს არ მოითხოვო, თუ ნაბიჯი გადადგი, უკან აღარ დაიხიო, იცოდე რა გინდა. მოგივიდათ აზრი თავში, მაშინვე აჟღერებთ პასუხად ამას. თუ ფიცის დასრულებისთანავე გახსენდებათ იგივე ფიქრი, ამ შემთხვევაში მაშინვე დაუყოვნებლივ ვიმეორებ იგივე კოდექსს კვლავ და ესე წრეზე. ეხლა რა ხდება ამ მექანიზმით? ჩვენ ვიღებთ ყველა ჩვენს სისუსტეს, რომლის გამოყენებასაც ბნელი აპირებდა ჩვენს წინააღმდეგ და ვუბრუნებთ უკან ერთი და იგივე კოდექსის სახით. ის იმას კი არ იღებს, რაც მას უნდა. არამედ ჩვენ პასუხობთ ჩვენ რაც გვინდა. თითოეულ თავდასხმაზე ვერ იღებს ენერგიას, ხარჯავს ენერგიას, კარგავს ენერგიას და საპასუხოდ ჩვენგან იღებს ერთი და იგივე კოდექსს, როგორც ავტომოპასუხე რო გესაუბროთ. ავტომოპასუხეს ხო ვერაფერს წაართმევთ. ამ დროს ტვინში ხდება ფიქრების გადატვირთვა, რის შემდეგაც ბნელს ძალა ეკარგება. რადგან ტვინი ამ დროს აკეთებს ამ ყველა ცუდი აზრის უკან მეხსიერებაში დაბრუნებას, რის შემდეგაც თავში ჩვენი მთავარი ფიქრის სცენაზე აზრის სახით მთავარ პედისტალზე გამოდის კოდექსის სიტყვები. კოდექსის სახით ბნელი იღებს ადამიანიდან ნულ ენერგიას, რადგან ჩვენი ფიცი არ იწვევს ნეგატივს. ის მხოლოდ მაღალ ვიბრაციულია. შესაბამისად, შემოტევების მიუხედავად ამ მეთოდით მუქს ვაშიმშილებთ და ვატარებთ წრეზე. თქვენთვის ეს ლექსივით არის. ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე და მისთვის არ არის ლექსივით მერწმუნედ, რადგან წარმოიდგინეთ, აგდებენ უკან და ესმის მხოლოდ ერთი და იგივე, ვეღარაფერს თავაზობთ. თქვენი სახით მხოლოდ კოდექსს ელაპარაკება, როგორც ავტომოპასუხეს. ვერაფერს ეჭიდება თქვენში და მიდის ბოლოს. ამის გამო. ეს მეთოდი ამარცხებს ნებისმიერ ბნელს განურჩევლად მისი იერარქიისა.